დღეს ვარ ჟურნალისტი ქალის როლში, რომელიც მთელი ცხოვრება თამაშობს, რომ არის ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი. მაგრამ რაღაცა ტიპის სისუსტეებს ავლენს და ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება. ხო და აი აქ ჩანს ძალიან კარგად რა ხელა მნიშვნელობა აქვს, როცა შენს გვერდით არიან ადამიანები, რომელსაც შენ უყვარ ხარ, შენ გიყვარს. აი ეს არის ისეთი ენერგიების გაცვლა, რომელიც ამის გარეშე ადამიანი არ არსებობს უბრალოდ რა. მე ვარ ნინო ზაუტაშვილი, ყოფილი მსახიობი, ყოფილი წამყვანი, თუმცა მოქმედი ჟურნალისტი და მოქმედი მსახიობი. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. საზოგადოებრივი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. სახლიდან გამოვარდი გიჟივით. ეხლა ბოლო წუთში აღმოჩნდა, რომ ნინო ზაუტაშვილმა გავიდეს აქედან და უეცარი პანოსტიკა. გათავისუფლების შესახებ ეცნობათ სულ რამდენიმე წუთის წინ. ესენი არიან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. ნუ ეს არის ტიპიური საბჭოთა პერიოდის დები ნინო და ბზია ზაუტაშვილები მიდიან სკოლაში პირველი დღეა. აი ეს ბანტები დღემდე მაგიჟებს რატომ იყო აუცილებელი რომ ბავშვ თავზე უხდებოდა თუ არ ხდებოდა მნიშვნელობა არ ქონდა უნდა აი ეს ამხელა ბანტი უნდა დებოდა თავზე. ერთი რაც შემიძლია გითხრა რომ ვიყავი საშინლად ცელქი გავდი აი ამ ადამიანს ეს არის ჩემი მამიკო მამა რომელსაც ძალიან ვგავარ ხასიათითაც, გარეგნობითაც, ცნობის მოყვარეობითაც. მამა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამომწურავ პასუხს მაძლევდა ყველაფერზე, რაც მაინტერესებდა. აი ეს ფეხსაცმელები მიყვარს, გიჟდები. აი ეს ჭღანი ფეხსაცმელები, ეს იყო ომის პერიოდი და მაშინ მამა გაამწესეს ტყიბულში მამიდასთან. ეს მისი მონაყოლიდან მახსოვს. აი ეს უკვე მამა და მე ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად ჩანს ამ ფოტოში. სადღაც მივდივართ რაღაცის ამოსაცნობად. აშკარად, იმიტომ რომ აი ზურგიდანაც იგრძნობა. მე ვხედავ მაგალითად. აი ეს მომცა მამამ. რომ ერთ ადგილზე არასოდეს არ უნდა გაჩერდე. აი სულ უნდა იარო გზაში აუცილებლად რაღაცას გადაეყრები. ძირითადად ვიყავი აი ესეთი კის-კისა, თუმცა ჩაფიქრებული ხშირად. მე და ჩემი და ორნი ვართ. სულ ის არის ჩემზე 1 წლით უფროსი. აქ უკვე 3 ვართ. ეს უკვე ჩვენი მეზობელი, ირაკლი კალანდაძეა, რომელთაც აი ჩვენ ერთად გავიზარდით. აქაც 2 ვართ, რაღაცაზე ვართ მოწყენილები, რაღაცაზე ვფიქრობთ. მზიას ახასიათებს ეს დღემდე სხვათა შორის, აი რაღაცაზე ჩაფიქრდება და მაშინ ვიცი რომ რაღაცა მნიშვნელოვანზე ფიქრობს. განსხვავებით ჩემგან, იმიტომ რომ მე შეიძლება გადაწყვეტილება მივიღო და მე აღმოვაჩინო რომ მეტი რომ მეფიქრა შეიძლება ცოტა სხვანაირად ყოფილიყო რაღაცეები, თუმცა არაფერი ჩემ ცხოვრებაში არ მინანია, რაც სწრაფად გადავწყვიტე, ნამდვილად არაფერი. პარასკევი შაბათ-კვირა ჩვენ როგორც წესი გავდიოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სამოგზაუროდ, მანქანაში ჩავსხდებოდით. ეს არის აფხაზეთის ტერიტორია, იმიტომ რომ ჩვენ აფხაზეთში გვქონდა სახლი. მე რო გავჩდი, ზუსტად იმ წელიწადს აშენდა ის სახლი. რა თქმა უნდა დავკარგეთ. სოხუმშია გადაღებული რკინიგზის სადგურზე. არ ვიცი რატო გაიხა, აი უცებ გაიხა ეს ფოტო და არა და სათუთად, ყველაზე სათუთად რატომღაც დამაქვს ეს ფოტო და სულ მინდა რომ იყოს ჩემთან ერთად, იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან მნიშვნელობას მეუბნება. ჩვენ ვიყავით ალბათ ერთ-ერთი პირველი მოსახლეები კინთხში, ახალ კინთხში და მას მერე სიზმარში ყოველ ღამე მესიზმრება კინთხი დღემდე. აი დღეს რა დამემართა, იცი, აი რომ დავიწყე ფოტოების თვალიერება, და დავიწყე დირილი. აი რაღაცა ერთად მომაწვა, არ ვიცი. ხო, ძირითადად მაინც ესეთი ვარ. იცი, აი რაღაცნაირი, ეშმაკური ღიმილით, მაკვარანცხი, როცა თავში რაღაცა იდეა ტრიალებს და აი დაუძლეველი სურვილი მაქვს ხოლმე, რომ რასაც ჩავიფიქრებ, ის გავაკეთო და როგორც წესი გამომდის. ამიტომ ეწოდება ყველა ეს ადამიანი, ვინც ჩემ დასჯას ცდილობს, ეს არასოდეს არ გამოვა. დედა ჩემი, მერი მიქელაძე. აი ეს ქალბატონი მერი მიქელაძე. ეს არის რადიოს
ერთ-ერთი პირველი დიქტორი. დედა მუშაობდა რადიოში, თეატრიდან წამოვიდა, იმიტომ რომ მამას არ უნდოდა რომ თეატრში ყოფილიყო, ძალზე ისტორია იყო. დაიწყო რადიოში მუშაობა, ერთ-ერთი პირველი ვისი ხმაც რადიომსმენელმა გაიგო იყო მერი მიქელაძე. დღეს რა თქმა უნდა არ ახსოვთ ჩვენს მენეჯმენტს, იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ყველაფერი იწყება იმ დღიდან, როცა თვითონ გახდნენ იქ მთავარი პერსონები. ხო და მოკლედ მოხდა ესეთი რაღაცა რომ ხშირად იცი როგორი სიტუაცია იყო რომ მშობლები რომ მუშაობდნენ იძულებლები იყვნენ ხანდახან შვილები სამსახურებში ეტარებინათ და ნუ მეც ვიყავი ამ ტყვე ამ უბედურების იმიტომ რომ ბებიას და ბაბუას თუ არ ეცალათ მე დედასთან ერთად უნდა ყოფილიყავი ტელევიზიაში ხო და მიყვარდა ვგიჟდებოდი აი ეს გარემო რადიოსი იმიტომ რომ აი რაღაცა თავისი ინტიმი აქვს რადიოსი იცი რაღაცა ეს ხმა გესმის შენ უნდა წარმოიდგინო ცოტა ფანტაზია უნდა ჩართო ნუ აი ძალიან კაი რაღაცა ხო და რაღაცა წაიყვანეო, რაღაცა დაფიონი იყო, რაღაცა საბავშვო გადაცემა. შევედი, რა თქმა უნდა, რაღაცა ვიკლიკინე აქეთ, იქით კარგია. დავჯექი და დავიწყებ დაფიონის წაყვანა. პიკი საათი იყო ახალი დაწყებული და პიკი საათი ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მედიაში. სულ სხვა რაღაც, აი უცებ ომი დაიწყო, აბა იქ გავარდით დიდი დიქტოფონები ქონდა, დავბოდით მედიქეთ საგლობელაშვილი წერდით ინტერვიუებს, იქ ვიღაცებთან დავდიოდით, მწერლებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან, ისტორიკოსებთან რაღაცა ძალიან საინტერესო ცხოვრება დამეწყო და მე მივხვდი რომ ძალიან კარგი რაღაცა მოხდა ჩემ ცხოვრებაში. კი, თეატრი არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმია. აქ მე ადამიანებთან კონტაქტი შემიძლია, აქ მე შემიძლია კითხვა დასვა, მიპასუხო, რაღაცა თემებში გავერკვე, რაღაცა ინტერვიუები ვწერო, რა, მოკლედ თან თვითონ მონტაჟის პროცესიც იყო საოცრება. ძალიან დიდი ბაბინები იყო ესეთი, აი ამ ბაბინებს ვატრიალებდით. ერთი სიტყვა შეგვიძლია უნდა ამოგვეჭრა, ამომჭრიდით ესე კვილებით, რაღაც მთელი ამბავი იყო რა და მოკლედ დიდი სიამოვნებით რადიოში პიკი საათში მუშაობდი, აი თავდავიწყებით რასაც ვიყო. ტელესინევიდეოზე იყო ესეთი გადაცემა. ვალერი სახაროვი იყო ავტორი და რედაქტორი ამ გადაცემის, მზია იყო რეჟისორი, მერა ფიფია ავტორი და წამყვანი. ტელესინევიდეო. და ერთვენია დღეს როცა პირველი გადაცემა მათი გავიდა და აღნიშნავთ ახლა მათთან სახლში და თავდება საღამო უკვე წამოსვლას ვაპირებთ და ნერი მეუბნება რომ ძალიან მინდა რომ მოგსინჯო წამყვანათო. რისი მეუთხარ ტელევიზიის მე როგორ შეიძლება მეუთხარ ჩემი გარეგნობის ქალი ტელევიზიაში წამყვანი. ხო წამოდიო რა მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ ოფიცერი ერმოლოვი ისევე ახლა ჭავჭავაძეებს. ნინო სტუმართან ერთად ბაღში სასეირნოდ გავიდა. აი ნუ მოხდა ესე. აი ყველაფერი ხდება ესე რაღაცნაირად, არ ვიცი. მერე იყო გადაცემები ალიონი, მერე იყო, რა ვიცი, მილიონი სხვადასხვა გადაცემა იყო ჩემ ცხოვრებაში. მერე იყო ფესტივალი, კინო ტელეფესტივალი მანა. აი ესე თან მიმდევრობით ძალიან დიდი ისტორია. აი დღეს ახლა რომ ვათვალიერებდი, მივხვდი რომ საკმაოდ დიდი ისტორია მაქვს უკვე რა, გავლილი. მაგრამ სულ მინდა ვფიქრობდე რომ მე რაღაცები მაინც მაქვს გასავლელი. აი ზუსტად ამიტომ არის რომ ვერ ვეშვები. აი ეს ახლა ჩემი ეკამ ჟავანაძე კასტინგის უდიდესი რეჟისორი რომ ამბობენ წყის, იმიტომ რომ მსახიობია ძალიან მაგარი. ცხოვრებაში ყველაფერი ტრიალებს, არ არსებობს. შენ როგორია რაღაცაზე წერტილი დასვი, ეს არის სისულელე. ისევე როგორც 2004 წელს ტელევიზიიდან საზოგადო მაშინდელი ტელერადიო კომიტეტიდან გამიშვეს, მაგრამ მერე უბრუნდი 2009 იყო თუ 10 აღარ მახსოვს ვაშლებით ხო? აი ახლა გამიშვეს აქ დღეს. მინდა გითხრა რომ დიდი განსხვავება ახლა 2004-სა და 2024 შორის არ იყო, იმიტომ რომ თვითონ გაშვების ფორმა არ ეცვლებათ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სუგონიათ რომ დღეს რომ არის დირექტორი, იქნება სულ დირექტორი და სულ დირექტორი ვერ იქნება ვერავინ. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მომბრძანებისთვის. მე სულ სწავლობ და მე ეს მაძლებინებს კიდევაც. თუნდაც აი ამ სფეროში გამაძლებინა ძალიან კარგად გამაძლებინა.
მე ჯერ გამზარდეს უფროსება, მე თვითონ გავხდი უფროსი, მაგრამ ახლა დაიწყეს ახალგაზრდებმა ჩემი აღზრდა. რეალური სივრცის ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ ეს არის სტანდარტი ჟურნალისტიკის უმაღლესი. აბსოლუტურად ყველას ვეუბნები. უღრმეს მადლობას იმისთვის, რომ იმ პროფესიაში, რომელიც მე შემდეგ შევიძინე, ნამდვილად შემდეგ შევიძინე, გააკეთეს ის, რომ მე დღეს მიცნობე როგორც ჟურნალისტ ნინო ზაუდაშვილს, ჯიუტს, შეუპოვარს, მეომარს და ძალიან ისეთ მყარს. კომპრომისის საცდური ყოველთვის არსებობს. იმიტომ რომ მე ვარ საბჭოთა პერიოდის ადამიანი, მინდა არ მინდა ეს ასეა, იმ პერიოდში დავიბადე, გავიზარდე და აი ეს კავშირები, ის ახლობლო, ეს ყველაფერი ჩემში ზის. მე ამას ყველაფერს ვებრძვი ხალხო, ეს ასე ადვილი არ არის, რომ ახლა მთელი ბავშვობისთანაც გაგატარებული უცებ მოგიწიოს რაღაცა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა იმაზე, რაც შეიძლება კონკრეტულად იმ ადამიანს შეეხოს, ხო? და მე ვაღიარებ, რომ იყო მომენტები, როცა მე ვიყავი მზად კომპრომისი დამეშვა, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობდნენ. თაკო მშვენიერაძე, მერი შიხაშვილი, ტუხა კვინიკაძე, გურანდა გოგიჩაშვილი, ომარ რამონეს ვეძახით, წოწორია, სოსო კაციტაძე, ქეთი კაპანაძე, იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდა, რომ ნინო არა. ეს იქნება ასე. მე უფლება არ მაქვს ამას შევეწინააღმდეგო, იმიტომ რომ მე კი ვარ ჟურნალისტი, კი ვარ წამყვანი, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც ამზადებს ამას. ეს არის გუნდი და გუნდი წყვეტს ამ შემთხვევაში. და არასოდეს ერთი ადამიანის ირგვლივ არ უნდა ტრიალებდეს გადაწყვეტილება. ეთერი ამ ხალხმა უნდა გამოიყენოს. ეს არის ამ ხალხის ეთერი, ეს ნინო ზაუდაშვილის ეთერი არ არის. შენ როდესაც მსახიობი რაღაცა როლს ასრულებ, იქ მაინც შეზღუდული ხარ რაღაცაში. იმაში უნდა ჩაჯდე ვის როლსაც ასრულებ. აქ შენ თანამონაწილე ხარ მთელი პროცესის. რეალურმა სივრცემ შეძლო აი ამ კუნძულის შექმნა, სადაც ადამიანები აი ამ ჩვენი პატარა ნავებით ხვდებოდნენ, გადმოდიოდნენ და ყვებოდნენ თავიანთ ამბებს. შენი ამბავი მთაში იწყება. სახლამდე მისასვლელ გზაზე, რომელიც ზოგჯერ არ არის. სახლში, რომელშიც მარტო ცხოვრობ. სახლში, რომელიც ხან მარტო დგას მთელ სოფელში. და თუ ამბავი აზვირთებული ტალღის წინ დგომაცაა და შიში, ზოგჯერ ამბავი გამარჯვებაა. აი რომ ახვედი ამ ადამიანს დაელაპარაკე, მოусმინე კარგად მოусმინე და მე ის მოგიტრიალდება და გეუბნება, ამოვისურვებ. რა კარგია რომ დაგელაპარაკეთ. და მივხვდი რომ ეს უნდა ადამიანს. და შენ ამის საშუალებასაც არ აძლევ, ეთერსაც არ აძლევ. და ამის მერე შენ მეუნები რომ ევროპული სტანდარტის ტელევიზია გაქვს? ვის ატყუებ? ვის ატყუებ? საკუთარ თავს ატყუებ? ჯერ ისეთი სულ ყველაფერს თავი გავანებოთ. მთავრობამ როგორ უნდა იმუშაოს თუ არ ეცოდინება სანდრა პრობლემაა. გეუბნები მე აგერ, ვიყავი გენეცველი და მოგიტანე ამბავი. ესეც არ გინდა? აბა რა გინდა? პარკიცაა რომ არა შენდა. შენი ამბავი ბევრნაირია. მოიგე, წააგე. მოვიგე. ეკა მოვიგე მე. მოვიგე, იცი რატომ მოვიგე ახლა? მე ყოველთვის ესე უყურებ ამბავს რა. ის რაც ხდება უნდა მოხდეს აუცილებლად. ხო იცი, აი რუსთაველის არ იყოს, თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მორჩენილი ამბავია. როცა შენ ხარ ვასიკოზე დამოკიდებული, ან პეტრეზე ამბავლეს, მაშინ შენ ღარიბი ხარ. აი სულ ფიქრობდი, რომ აი რეალური სივრცე რო დავიწყე, თქვა აი რა შეიცვალა და რა იყო თქვა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხო? ახლა სულ ფიქრობ, იცი ამ ქალაქზე ხარ რამდენი გადაცემა გაგვიკეთებია, რამდენი შეიძლება რაღაცა მართლა ვერ შევცვალეთ და ახლა თავზე ვიძალა მართლა არ არის, მაგრამ ვთქვით. მე მგონი სოკრატესა აქ ეს ფანტასტიკურად ნათქვამი, თუ არ შეგიძლია შეცვალო, აღწერე. და პრინციპში ალბათ ჟურნალისტის პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის აღწერა. აი, ამის დანგრევაზე მე ნამდვილად გული გამისკდება. ნამდვილად. ეს ჩემი ბავშვობა ისტორიაა, იცი, აი. როგორ გითხრა. ისე დღეს ვფიქრობდი, იცი, რომ პრინციპში ჟურნალისტებმაც და არტისტებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დღევანდელ მოვლენებში, რომელიც აი მიდის ჩვენს ქვეყანაში. რაღაცა ნიშანდობლივია, რომ აი ამ ორივე პროფესიაში ვარ.
რაღაცნაირად აქტივისტებად ვიქეცით ეს შეიძლება ჟურნალისტის შემთხვევაში შეიძლება არ გვინდოდეს, მაგრამ გამოგვდის. მარტო ამბის მიმტანომტანი ვერ იქნები ამ მართლა ძალიან მძიმე დროში. ერთ-ერთი ამბავი. რასაც არასოდეს არ ვაპატიებ. ასევე ვასილ მაღლაფერიძეს რომ მას გადაწყვიტა რომ გავეშავებინე იმითი რომ მე თითქოს ძალიან ბევრი შემოსავალი მაქვს. ამასობაში 5 წლის თანხა შეაჯამებინა და თქვა რომ რამდენი აიღო ეუბნება თამილა დოლიძეს საბჭოს ერთ-ერთ წევრს 58000 ბატონო ასიკო და 58000 რამდენ წელიწადში ავიღე მე უთხარი ხო ნუ რა ვიცი 4 წელიწადში ჯერსი 4-ში არა 5-ში გაყავით ხალბატონო თამილა და ნახავთ რამდენი ავიღე მე უთხარი თითქოს ის კი არა რომ ნინო ზაუტაშვილი გულწრფელად კი არ განიცდის ვიღაცის ამბავს არამედ აი ამ გრანტების გამო დადის სოფელ და ამიტომ ეს გრანტი ჩვენ ქონდა ბოლო 4 წელი ისიც კონკრეტულად იყო ეს ქვეყანა შენიაზე გამოყოფილი საერთოდ სხვა რაღაცა იყო ნასე ჩემო ბატონო ღმერთო ჩემო იქიდანაც ხო ვერ გავდიოდით ეხლა აქედანაც ვეღარ გავდივართ აი არა აი სრული კოლაფსია რა ფერხა ეს რა ეს არის ირმა ბერიანიძე ყველაზე მაგარი გოგო მსახიობი აქტივისტი შეიძლება ხო თქვათ ხო ავიცი მე ვფიქრობ რომ ხა უნდა ვიყოთ აქტივისტები არა ირმა რას ქვია უნდა ვიყოთ ხო იმიტომ სამშობლო გვიყვარს სამშობლო გვეძახი და ჩვენ ასე ვხედავთ ამ მოვლენებს გაგდება მომიხდა გამარჯობა. აი გივერგაშვილის ოთახი იყო ეს. სოფიკო ჭიაურელის ეს. სხვა მსახიობია შესულა. ანუ ეს არის მათი ოთახი. აი რაღაცნაირად პატივის წესი. აი ეს არის სცენაზე გასასვლელი. აი მოდით გოგოებო. გამარჯობათ. აი მე ვგიჟდები მე აქაურობას აღელვებული და რაც არ უნდა მდგომარეობაში ვიყო აი აქ ხვდები აბსოლუტურად სხვანაირი აი ესეთი ადამიანი არის ძალიან იშვიათი ლალიკო არის ტექნიკური რეჟისორი რაც ნიშნავს რომ მას მიყავს სპექტაკლი და სპექტაკლი მიყავს ნიშნავს რომ ლალიკო რო არ იყოს ეს სპექტაკლი ვერ იქნება რაღაცა პერიოდი ვფიქრობდი რომ ხო არ თამაშობ ჟურნალისტიკას აი ეს პირიქით ხო არ ხდება ეს ამბავი რომ აი ვარ მსახიობი და ვთამაშობ ჟურნალისტიკას და მომეწონა ახლა ეს როლი და შევყევი არ არის ეგრე არ არის ეგრე არა მოვიდა მამალი აკენი დიფსტეიტი არა გასო რა კაცო იცი როგორ არც მიფიქრია ხაზახში მიმართა გადმოგირეკა ზიმა ველოდები ჩემ ახანას ხარი არ მოგიდე ზაუტა უნდა დავიღე რა უნდა ვაფშე არ დავიღე არც მოვიდა გოგო მომისმინე საგიჟეთში ვარ საგიჟეთში რა მეკრა კაცო ვეღარ მოვასა 15 წელიწადში ჟავანაძეკა დირექტორი მოვიდა დირექტორი რა მოგვიტანე სახლია რა თქმა უნდა სახლია ვიცვლით სხვა კოსტიუმებს ვიცვამთ ჭორაობთ გაქანებთ ჭუბობთ ხანდახან აბსოლუტურად იგივე ხდება აქ რაც ხდება ყველას ოჯახში ძალიან მიყვარს ეს გოგოები აი ძალიან იმიტომ რომ ჯერ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ეს არის აი ხო არის რაღაცა უცვლელი ურთიერთობები, აი ეს ზუსტად ის ურთიერთობებია, უცვლელი, სამუდამო. ჩემთვის ეს ბალანსი, აი აქაური, აი ამ ენერგეტიკის და აი მძიმე თემების იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ იმას ვერ გამოვიკლებ ვერანაირად, მე იქ რაღაცა უნდა გავაგრძელო. არა, საოცრად. ეხლა პომადა განაცვალე. პომადა, რომელი ავიღოთ ეს. და სხვათა შორის იცი რა ამჭირს?
აი, როდესაც რაღაცა ისეთი მძიმე პერიოდებს გავდივარ ჩემ ცხოვრებაში, ამეკვიეტება ხოლმე რაღაცა იმ მომენტისთვის შესაძლებელი ლექსი, რომელსაც აი სულ ვიმეორებ. მე არ წარსულის, არც მომავლის არ მეშინია. გალაქტიონ დავიც, ასე ჩემო ბატონო. ცირა არის პირველად ვითამაშეთ, რომ მოვედი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში, თავადის ქალი მერი, სადაც ვიყავი უიმედოდ შეყვარებული გოგონას როლში, რომელიც გამოდიოდა რაღაც მომენტში სცენაზე, ელოდებოდა თავის შეყვარებულს და გადიოდა. ეს იყო სულ მთელი ჩემი როლი. მაგრამ აი ამ ერთი ციცქნა პატარა ეპიზოდზე იმდენი მამუშავა თემურ ჩხეიძემ და იმდენი მელაპარაკა სცენაზე, მე იყო პატარ-პატარა როლები, მე იყო უკვე წასვლა თეატრიდან და მე 18 წლის მერე მოbrunება. კაცო, გამოსაშვებს საღამოზე! გიჭებს რომ ვერ ვაკავებდით! მოვიდა ეგა ჩემთან, ესა ციცინო კობიაშვილი და მეუბნება რომ ნინო რაღაც ძალიან კარგი პიესა მაქვსო ხო დასათქმელიო. ხო და აი როლი არისო ნილ საიმონის ქალები. თავი როლიო არისო ჟურნალისტი ქალიო. ძალიან საინტერესო როლიაო და ძალიან მინდა რომ ითამაშო. დედა გადავირია. მეუბნები რომ გამორიცხულია, მე ვეღარ ვიზა მამას, იმიტომ რომ ეს უნარები დაკარგული, წამოდიო მითხრა, ყველა ჩვენები არიან დასაქმებული დაკავებულები ამ როლებზეო, ანუ სხვადასხვა ქალები სხვადასხვა როლებზე და გაგიოლდება რომ შენებთან ერთად და უცხო არავინ არ არის და სოჟოს ამან იმუშავა. დავიწყე პიესის კითხვა. და შევდივარ აი ამის მდგომარეობაში და წარმომიდგენია თან რაღაც პერიოდი მქონდა ისეთი რომ დაახლოებით იგივე რაღაცა გავიარე და აი ამ იმას პარალელებს ვავლებ და როგორ მოიქცეოდა ის რას გააკეთებდა ის რა თქმა უნდა ნებისმიერ როლს ადამიანი თავისი რესურსით იღებს და შედგა სპექტაკლი შედგა ისე რომ ანშლაგით მიდის 15 წელი ანშლაგით ხალხო ახლა მაქვს ესეთი მონაცვლეობითი ემოციები. არის რაღაცა უცებ ძალიან გამიხარდება. არის უცებ შემომაწვება ეს უსამართლობის საშინელი განცდა. ეს არის აი ყველაზე ცუდი რამე. რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა შენი ბედი. ძიმე პერიოდი გადავიტანე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას, როგორ მოიქცნენ ჩემ გვერდით ყოფილი ადამიანები ამ კონკრეტულ პერიოდში ჩემ მიმართ. მე არა ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. ეგ არის ფიქროს არავინ. ზუსტად იმიტომ რომ წინ ვიხედები და ზუსტად იმიტომ რომ ვიცი რომ აქ დაიკარგა იქ იქნება. იქ მოვძებნი, იქ აღმოვაჩენ, იქ წავალ. რაღაცა სხვას გავაკეთებ. ხაჭაპურებს დავაცხობ. კარკაფეს გავაკეთებ. ბედნიერი ვიქნები. მთაში წავალ, ხალხს დავთესავ. რა ვიცი, რაღაცას ვიზო. არაფრით არ დავიკარგებ, გამორიცხულია უბრალოდ. მაგრამ შენ რას აპირებ? შენ რას აპირებ?